შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტუმარი ჩემს ეპიზოდებში. მითხარ რამე გასაღები, როგორ შემიძლია მეც გავაასმაგო ჩემი შემოსავალი. თუ დღეს თავისუფლად ვერ გამოვიმუშავთ 10 ჯერ მეც, არა იმიტომ რომ შესაძლებლობები არ არის. მიზეზი რჩება მხოლოდ ჩვენს თავში. დიდარ ადამიანებს სხვაგან აქვთ ფოკუსი, ვიდრე ღარიბებს. მარტივად შეხედე, ნახე, ბიზნეს როცა ფული შემოაქ არა იმიტომ რომ ამ ბიზნესის მიზანი ფულის კეთება იყო. მიზანი იყო სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და ფული გვერდით იმოვლენა. რატო ასწავლი? თუ ამით შეგიძლია შენ თვითონ შოუ ძალიან ბევრი ფული. ხო, ეგ ხშირი კითხვაა. ზოგადად დღეს ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი რა არის? გაგიტო. საქართველოს მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ არის. ზვირიანს ყიდიან იაფად. შესაბამისად ვფიქრობ, რომ განათლების ის სისტემა, რომელიც დღეს არის, დამნაშავეა ადამიანების სიღატაკეში. ის რომ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ სიმდიდრეზე და მდიდრებზე და ფულზე. ესეც მიზანმიმართული შედეგია, შემთხვევით არ ყოფილა, იმიტომ რომ საკმარისი ადამიანს აუხსნა, რომ ფულს გაძლევენ მაშინ, როცა სიკეთეს იძლევი. შესაბამისად, ეს ადამიანები ვერ ხედავენ ამ შესაძლებლობებს. აძლევს უნარებს, რომელიც კი არ ამდიდრებს, აღატაკებს. ერთ-ერთი არის ასწავლის, როგორ დაიწყოს სამსახური, სადაც დახარჯავს დროს და მიიღებს ფულს. შარშან ზუსტად ჩვენ თავი დავაყენეთ გამოწვევის წინაშე. მიზანი იყო ის, რომ 3 კვირაში გვეყიდა 3 პორშე. და ნახე როგორ იყო